It's a beautiful night. ყველასთვის საყვარელი და რომანტიული სცენა მულტფილმიდან ლედი და მაწანწალა. სცენა, როდესაც ორი საყვარელი ცუგა იყოფენ ტრადიციულ იტალიურ კერძს, სპაგეტი ხორცის ბურთებით. გადავწყვიტე, რომ ეს სცენა გავაცოცხლო და მოვამზადო ზუსტად ეს კერძი. დავიწყეთ. პირველ რიგში ვამზადებთ იტალიურ სოუსს. დავჭრათ ხახვი, ნახევარი თავი. დავჭრათ 2 კბილი ნიორი. და ავანთოთ ცეცხლი. დავასხათ ზეითუნის ზეთი. დაახლოებით 3 სუფრის კოვზი და ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. პარალელურად დავადგათ წყალი, მარილიანი წყალი სპაგეტისთვის. დავუმატოთ კონსერვირებული ცოცხალი პომიდორი უკანოდ. ჩავახეხოთ 1 ცალი ცოცხალი პომიდორი, რომ უფრო არომატული იყოს სოუსი. სანამ წამოდუხდება, დავუმატოთ ცოტა სტაფილო. ესეც არომატისთვის. ჯერ გავხეხოთ სტაფილო, რომ მარტივად, წვრილად დავჭრათ. ვუმატებთ სოუსში და ამოურიოთ. ეს არის ჩემი საყვარელი იტალიური სოუსი. სიმჟავისთვის ვუმატებ ბალზამიკოს ძმარს, შავი ბალზამიკოს ძმარი, 1 სუფრის კოვზი, ორეგანო, 1 ჩაის კოვზი, დაღერღილი წიწაკა, ნახევარი ჩაის კოვზი და ბაზილიკი, ესეც 1 ჩაის კოვზი. ამოურიოთ, უნდა იდუღოს იქამდე, სანამ არ ჩაიშლება პომიდორი მთლიანად და არ მივიღებთ ერთიან სქელ მასას. აი, ნამდვილი იტალიური არომატი იგრძნობა. სოუსი თითქმის მზად არის, დავუმატებთ ცოტა მარილს. ვიწყებთ ხორცის ბურთულების მომზადებას. მარტივად ვკმაზავთ მხოლოდ მარილით და პილპილით, რადგანაც მთავარი გემო იქნება ზუსტად სოუსში. მარილი და პილპილი. ამოურიოთ, წყალიც ადუღდა. სანამ ფორმას მივცემ ხორცს, წყალში ჩავყაროთ სპაგეტი. და მოვხარშოთ 7-8 წუთის განმავლობაში. გვინდა რომ პასტა იყოს al dente. ანუ გადახარშული არ უნდა იყოს. ოდნავ მაგარი. გადავდგათ სოუსი და ვიწყებთ ხორცის ბურთების დაბრაწვას. დავასხათ ზეთი. ცოტა დიდი ბურთები გავაკეთოთ, როგორც მულტფილმშია. გამოგვივიდა 7 ცალი დიდი ზომის ხორცის ბურთულები. კარგად დავბრაწოთ და შემდეგ გადავიტანოთ სოუსში. სანამ ბურთები დაიბრაწება, დავჭრათ მწვანილი. აქ მაქვს ოხრახუში და ქინძი. ხორცის ბურთები თითქმის მზად არის, უკვე დაიბრაცა. გადავიტანოთ სოუსში. დაბალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი სოუსით და ბურთებით. პარალელურად გადავწუროთ სპაგეტი. Hey Joe, You the boss. Mamma mia, mangerio che versiti. now here you are, the best spaghetti in town. და მოვასხათ სოუსს.
მგონი გამომივიდა საყვარელი სცენის გაცოცხლება და ესევე გემრიელად უნდა შევჭამო როგორც მულტფილმში. Ratatouille. It's a peasant dish. Are you sure you want to serve this? ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმი არის რატატუი, სადაც პატარა მირთხა შეფი ამზადეს ბევრნაირ გემრიელ კერძს, მათ შორის რატატუის. ეს არის ძველი ფრანგული ტრადიციული გარნირი, რომელიც უხდება თევზ, ხორცს, ნებისმიერ ძირითად კერძს. მოკლედ, დავიწყებ მომზადებას. პირველ რიგში უნდა დავუბრეწო ბულგარული წიწაკა, ყვითელი, წითელი. ესე გაზზე დავადებ, აგერ აქაც შეიძლება. უნდა დავუბრაწო, გაშავდება, გავთლი და დავჭრი. ამასობაში გოგრას დავამუშავებ. გოგრა, ბულგარული, პამიდორი, ხახვი უნდა დავუბრაწო, გავაკეთო პიურე და იქნება ბაზა, ბალიში რატატუის მოსამზადებლად. გოგრას ამოვჭრი. დავჭრე წყვილად, რომ მალე რომ მოიშუშოს. აი ეს შეწვისას ბულგარულს ეძლევა შებოლილის არომატი და კანიც მარტივად შორდება. ახლა დავჭრე წყვილად. შეგვიძლია დავჭრათ უხეშად, მაინც უნდა დავუბრაწო და მერე დავაბლენდერო. ავათებ ცეცხლს. დავასხავ ცოტა ზეითუნის ზეთს. დაახლოებით 50 მილილიტრი. და გავაგრძელებ ბოსტნეულის ჭრას. ყაბაყი, ბადრიჯანი და რა თქმა უნდა პამიდორი. ბოსტნეული უნდა დავჭრა თხელ რგოლებად. ხახვი უკვე დაიბრაცა, შემიძლია დავამატო გოგრა. გოგრას გავშლი. აქვე დავუმატებ პომიდორის წვენს. დაახლოებით 100-200 მილილიტრი. ტომატის პასტა. 1 სუფრის კოვზი. ცეცხლს დავუწევ მინიმუმზე. ტომატის პასტას გავხსნი პომიდორის წვენში. ცეცხლს დავუწიე, შემიძლია დავახურო. ბულგარული დაიბრაცა. დავუმატებ ბოლო ორს. ორი ცალი ყაბაყი. ასევე ორი ცალი ბადრიჯანი. ბადრიჯანი დავჭერი და დავიწყებ ბულგარულის გაფრწყვას. კანი მარტივად შორდება. გადასარევი შებოლილის არომატი აქვს. გავასუფთავებ თესლისგან. და იგივენად შემდეგი ბულგარულებს. ბულგარულსაც წვრილად დავჭრი და დავუმატებ გოგრას და პამიდორს. უხეშად დავჭერი ბულგარული. დავუმატებ ბულგარულს. დავახურავ, არომატი შიგნით ვერ დარჩეს.
დავჭრი პამიდორს, ზუსტად იგივენერად როგორც ყაბაყი და ბადრიჯანი დავჭერი. პამიდორი უფრო ფაქიზია, უფრო ყურადღება სჭირდება და რა თქმა უნდა, კარგი დანა. დავჭრი ასევე ქინძს. ქინძი უნდა დავაბლენდერო ბოსტნეულთან ერთად. დავჭრი უხეშად. ბოსტნეულის მზად არის, შეგვიძლია გამოვთოთ და მოვამზადოთ ბლენდერი. ოშუშული ბოსტნეული. ცოტა ქინძი. ბოსტნეული დავაბლენდერე. ჭირდება რატატუისთვის ფორმა, ოვალური იქნება იდეალური. პირველ რიგში ვასხავთ დაბლენდერებულ პიურეს, ბოსტნეულის პიურეს. თანაბრად გადავანაწილებ და დავიწყებ აწყობას. ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი. ყველაზე საინტერესო მომენტი. ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი უკვე დავჭერი და მოვათავსე გამოსაცხოპ ფორმაში. ეხლა უნდა მოვამზადო соуსი, რომელსაც ზემოდან მოვასხავ. соуსის მომზადებაც ასევე მარტივია. ჭირდება 4 კბილი ნიორი. გავხეხავ, ან შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ. ტიმიანი, ანუ ქონდარა, დაახლოებით 1 გრამი. ზეითუნის ზეთი. დაახლოებით 70 მილილიტრი საკმარისია. კარგად მოურევ. ცოტა როზმარინსაც გავუკეთებ. და ბოსტნეულს მოვასხავ ზემოდან. და დავაფარებ პერგამენტის ქაღალდს. ზუსტად იგივენაირად როგორც მუთფილმშია. წავიღებ გამოსაცხობად. გამოცხობა სჭირდება 200 გრადუსი. დაახლოებით 9 საათი. რატატუი მზად არის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თეფშის გაფორმება. ნელა-ნელა უნდა ამოვიღოთ. ცოტა ტიმიანი. მუთფილმისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მომზადებული კერძის შემფასებელი მე თვითონ ვიქნები. რატატუი მზად არის, დროა გავსინჯო. ვაცხობ ლამაზ, ფერად და ზღაპრულ ტორტს. ზუსტად ისეთივეს, როგორიც გამოუცხეს ფერიებმა მძინარე მზეთუნახავს. დავიწყეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბისკვიტი. ვამზადებთ ჩვეულებრივ ბისკვიტს. დაგვჭირდება 6 კვერცხი. გავთქვიფოთ კვერცხი. მოკლედ, ვამზადებთ 3 ბისკვიტს
სამივე იქნება სხვადასხვა ფერის. როგორც თქვის, ღაპრული უნდა იყოს ტორტი. მაქვს წითელი ფერი, მწვანე და ლურჯი, როგორც მულტფილმშია. დავუმატოთ თქვეფისას შაქარი 180 გრამი. კარგად ვქვიფავთ კვერცხს. ვუმატებთ ქვილს. დაბალ სიჩქარეზე. დავუმატოთ 100 გრამი ფქვილი. პირველი ბისკვიტის მასა მზად არის. ეხლა უნდა გავაფერადოთ. აქ მაქვს საკვების საღებავი. დამჭირდება 1 სუფრის ყოვზი. ეს არის სპეციალური საღებავი, რომელიც იხსნება მხოლოდ ცხიმში. ამ შემთხვევაში ზეთში. დავასხათ ზეთი ცოტა, დაახლოებით 1 სუფრის ყოვზი საკმარისი იქნება. ჩავასხათ. ერთხელაც ავხვიფოთ. მივიღე ესეთი ლამაზი ვარდისფერი მასა. საკმარისია და გადმოვიტანოთ გამოსაცხო ფორმაში. სხვება 190 გრადუსზე 10-12 წუთით. სანამ ბისკვიტი სხვება, ვამზადებთ მოხარშულ კრემს. დამჭირდება 350 გრამი შაქარი, 3 მთლიანი კვერცხი. დავუმატოთ ძე, გავხსნათ ეს ყველაფერი. შევთქვიფოთ ხელით და დავუმატოთ ფქვილი. ფქვილით 350 გრამი. კიდევ ერთხელ ამოურიოთ, ისე რომ ფქვილი კარგად გაიხსნას ამ მასაში და დავუმატოთ დარჩენილი რძე. საბოლოო ჯამში დამჭირდა 2 ლიტრი რძე. ავანთოთ ცეცხლი, სანამ რძე გაცხელდება, დავუმატოთ 4 სუფრის ყოვზი სახამებელი. კიდევ ერთხელ ვქვიფავთ კარგად. კრემი უნდა ადუღდეს, უნდა მივიღოთ სქელი, ერთგვაროვანი კრემის მასა, რომელსაც გავყოფთ 3-ად და შევღებავთ აი ამ 3 ფერით. Eggs, flour, milk. Just do it like it says here in the book. I'll put on the candles. კრემი გასქელდა. მივიღეთ ერთგვაროვანი კრემის სქელი მასა, გამორთოთ ცეცხლი და დავუმატოთ 200 გრამი კარაქი. კარაქი, როდესაც გაცივდება კრემთან ერთად, კიდევ უფრო მყარ მასას მივიღებთ, რომელიც დაგვეხმარება მაღალი ტორტის აწყობაში. სანამ ცხელია კრემი სწრაფად გავღვება კარაქიც. კრემი თითქმის მზად არის. კრემს ვყოფთ 3 ნაწილად, ანუ 3 ფრად. მე სამწუხაროდ ფერიები არ მყავს, რამე თუ არ გამომივა ჯადოსნური ჯოხით ნამდვილად ვერ დამეხმარება, ამიტომ თხილად ხსნით ზეთში თითოეულ ფერს. წითელი ფერი, მოვახვიოთ პლასტიკი. და შევინახოთ მაცივარში. ვარდისფერი ბისკვიტი მზად არის. ვაგრილებთ
და ვაგრძელებთ მწვანე და ლურჯი ბისკვიტის მომზადებას. პირველ რიგში გავაცალკეოთ კვერცხის ცილა და გული. ცოტა სხვანაირად მოვამზადებ ამ ბისკვიტებს. ერთიანად გავამზადებ ერთ დიდ მასას და შემდეგ გავყოფ ორად. მთლიანობაში მჭირდება 2 ბისკვიტის მოსამზადებლად 7 კვერცხი. გავთქვიფოთ ცილა. ნელა-ნელა დავუმატოთ 200 გრამი შაქარი. დარჩენილი კვერცხის გულები. და დავუმატოთ 120 გრამი ფქვილი. დაბალ სიჩქარეზე ამოურიოთ. მასა მზად არის. გავყოთ ბისკვიტი 2 ნაწილად. მეორე ბისკვიტი უფრო პატარა იქნება, ამიტომ ნაკლები მასა დამჭირდება. ეს საკმარისია. გავხსნათ მწვანე და ლურჯი ფერი. ცოტა ზეთში. ლურჯი. გადმოვასხათ ცისფერი ბისკვიტის მასა გამოსაცხობ ფორმაში. ამოურიოთ მწვანე ბისკვიტის მასას. გამოვაცხოთ ესეთ პატარა ფორმაში, იმიტომ რომ ეს იქნება მესამე სართული. მინდა რომ სხვადასხვა ზომის იყოს ყველა ბისკვიტი. ვაცხობთ 180 გრადუსზე 15 წუთით. სამივე ბისკვიტი მზად მაქვს, ცისფერი, მწვანე და ვარდისფერი. კრემებიც გაცივდა. ასევე სამფერში მაქვს მწვანე, ცისფერი და ვარდისფერი. პირველ რიგში, ესე იგი, პირველი ფენა ბისკვიტის. რადგანაც ცისფერი მაქვს ბისკვიტი, ისევ იგივე ფერის კრემს მოვასხავ. ოღონდ ესე ერთჯერადი ქისით, რომ ლამაზად დავსვამ კრემი. ერთი კრემი უკვე გამოვიყენეთ. შევავსოთ ახლა წითელი ფერით. და გავალამაზოთ ეს გამოტოვებული ადგილები. როგორც თქვი, ტორტი ამ შემთხვევაში როგორც გახსოვთ, საკმაოდ აბსტრაქტული იყო. სხვადასხვანაირ კრემის ფერებს ისროდნენ ფერიები, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქაც კამფეტებს ესე აბსტრაქტულად მოვაყრი. დაგჭირდება ბისკვიტის შემდეგი ფენა. როგორც თქვი, სხვადასხვა ზომის უნდა იყოს. ამიტომ დავაპატარავებ ამ ბისკვიტს. დავადოთ ზემოდან ვარდისფერი ბისკვიტი. და წავუსვათ ვარდისფერი კრემი. ეხლა აი ამ ვარდისფერ ფენას ზემოდან დავალაგებ მარწყვს, რადგანაც კიდევ უფრო გაიჟღინთება ამ მარწყვის არომატით და წვენით ბისკვიტი. პრინციპში ეს ჩემი ზღაპრის ტორტია. მე ზღაპარში მენდომებოდა, რომ ფერიებს ზუსტად ესეთი ტორტი დაეხვედრებინათ. წითელ მარწყვებს მოუხდება მწვანე კრემი.
მინდა რომ კიდევ უფრო გიჟური გავხადო ეს ტორტი, ამიტომ კიდევ კანფეტებს დავამატებ. და მესამე ფენა. მწვანე ბისკვიტი, რომელსაც აი აქ გულში დავუდებთ მჟავე ალუბალს, ამოვავსოთ მწვანე კრემით. მოვაყაროთ კანფეტები და ბოლოს სამი ფერიას ჯოხი. ჩემი ზღაპრული ტორტი მზად არის. თურმე ძალიან მონატრებია ზღაპრები და ისე გავერთე, რომ მე მგონი ფერიების ბრძოლაში მოხვედრილ ტორტს დავამწყავსე, სადაც ფერადი კრემები დაფრინავენ. მე მგონი ყველაზე ტკბილი და ყველაზე ჭრელი ტორტი გამომივიდა.